არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს. ნაწილი კი ამ ეტაპზე ოპოზიციური კოალიციის შექმნის იდეას არ განიხილავს და საარჩევნო საკითხებზე ცალკეულ პარტიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ქართული დასი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, მომხრია პარტიებმა ერთიანი გაერთიანება შექმნან და მმართველ ძალას რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ, მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციებითაც. ჭუა ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოფა იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რომ დღეს თუ არ შეიქმნება ახალი პოლიტიკური ცენტრი, ახალი ძალთა ერთობა, ასე შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ კონკურენცია გაუწიოთ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ზურგს უკან ჯერ 7 მილიარდი დგას ივანიშვილის და მე კიდე უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი და სახელმწიფო დაფინანსება. უნდა შეიქმნას ახალი ძალა, ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, ახალი კონფიგურაცია, პოლიტიკურ ძალთა ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს დააბალანსოს დაუბალანსებელი ქართული ოცნება. პარტიებში, რომლებიც არ განიხილავენ ოპოზიციური კოალიციის შექმნის იდეას, თვლიან, რომ პირველი რიგის ამოცანა ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხზე დაწყებული კონსულტაციები ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებით დასრულდეს. განსახილველ საკითხებს შორისაა კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი. ამ თემებზე კონსულტაციებში ჩართული არიან ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა და ქართული დასი. ჩვენ კოალიციებთან დაკავშირებით ჯერ არ ვმსჯელობთ. ჩვენ გვაქვს დღის ეს რიგში 3 ფუნდამენტური საკითხი და ჩვენ პოლიტიკური პარტიები უნდა მოახერხოთ აი ამ 3 ფუნდამენტურ თემაზე საერთო პოზიციით გამოსვლა. როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ქართული ოცნების მცდელობა, რომ წაშალოს, შუა გაკრიფოს მართლაც ბოლომდე, დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ოცნება და რეალურად ვერ განხორციელდეს, ამიტომ რა თქმა უნდა კონსულტაციები არის და იქნება კიდევაც, ამ ეტაპზე არის თემატური კონსულტაციები, ამაზე შორს ჩვენ არ წავსულვარ. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არ არის ტრადიციონალისტთა კავშირი, რომელიც ალტერნატიულ ოპოზიციურ გაერთიანებას ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ სამართლიან საქართველოსთან გეგმავს. თუმცა აკაკი ასათიანის სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის ამ გაერთიანებაში გაწევრიანებასაც მიესალმება. ტრადიციონალისტთა კავშირი ამ ეტაპზე ნინო ბურჯანძის პარტიასთან გეგმავს შეხვედრას. პრაქტიკულად ჩამოვყალიბდით უკვე საბოლოოდ, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ისე საპარლამენტო არჩევნებისთვის და ისე ჩამოვაყალიბებთ რაღაცა ახალ ალტერნატიულ ძალას. საბატონო ნინო ბურჯანაძე ალბათ თავის პოზიციას დააფიქსირებს და მასთან კონსულტაციებზე შეთანხმებული ვარ. ბურჯანაძის თანაპარტიელები ამ ეტაპზე არანაირი გაერთიანების და კოალიციების შექმნას არ განიხილავენ. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს შიდა სტრუქტურული საკითხებითაა დაკავებული და ოპოზიციურ კოალიციებზე საუბარი ჯერჯერობით მიზანს შეუწონლად მიაჩნია. მე მესმის ბატონ კახას, ბატონ ჯონდის სურვილიც და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის სურვილიც გაერთიანებისა და რაღაც მესამე ცენტრის შექმნა, თუმცა აი ამ მიზანს შეწონილობა დაგვანახებს მომავალი პოლიტიკური პროცესების განვითარება, ხო? იგივეს დაგვანახებს, ანუ რა ფორმით იქნება მიღებული თვითმმართველობის რეფორმა. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არ არის და არც გაერთიანებასთან დაკავშირებით მიუღია რაიმე წინადადება ლეიბორისტულ პარტიას. ჩემთვის არავის აი ამ კითხვით პოლიტიკოსებიდან არ მოუმართა. ორკაციანი პარტიების განცხადებებს კომენტარს არ უკეთებ რა. ამოვიდა ხელში. არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებები მმართველ გუნდშიც გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის კონსოლიდაციას მიესალმება და არასაპარლამენტო პარტიების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელთა ნაწილიც უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით სუსტია. გულშემატკივრობ ოპოზიციის კონსოლიდაციას, მე მინდა ძლიერი ოპოზიცია. ახლა ამ წუთას არასაპარლამენტო ოპოზიცია პრინციპში არის წარმოდგენილი ერთი ნინო ბურჯანაძის სახით და ეკაც პოლიტიკურ ძალას მე ვხედავ. რეალურად პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტია. შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური მზე ჩაესვენა. ნაციონალური მოძრაობის მზეც ჩასვენებისკენა, მაგრამ მათ შეუძლიათ გადარჩენა თუ გათავისუფლებიან მიხეილ სააკაშვილიდან. ბურჯანაძეს აქვს შანსი, ამათ აქვს შანსი. ალბათ ქრისტიან-დემოკრატები თუ კონსოლიდაციას გააკეთებენ და რაღაც საქმეს გაერთიანდებიან უკეთესი. მათი მოძლიერება მე ვფიქრობ, რომ ზოგადად დემოკრატიული პროცესისთვის არის კარგი. მით უფრო მე მართლაც ვხედავ იქ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს და ნაკლებად პარლამენტის შიგნით. თვითმმართველობის რეფორმა იწყება, ჩვენ ღია ვართ ურთიერთობისთვის და მე ვფიქრობ, რომ ვისაუბრებთ ყველა საკითხს. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის კანონზე მსჯელობას რამდენიმე დღეში დაგეგმილ კონფერენციაზე გეგმავენ. ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს და როგორც დეპუტატები ამბობენ, კოდექსის ძირეული ცვლილებაა დაგეგმილი.